ჩვენი პაციენტები უფასოდ იღებს მედიკამენტებს მომართვა. ელემენტარული წამლის დანიშვნა რეგულარულად სახელმწიფო ექიმები, ემსახურება პედიატრი, თერაპევტი და მომართვით აგზავნის მე და განსაკუთრებულად საინტერესო ინიციატივაა, როდესაც ჩვენი კლინიკური სექტორის წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში კონკრეტულად რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ახერხებს და სოფლებში, რეგიონებში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის ატარებს უფასო ერთგვარი სკრინინგის აქციებს, ეს იმისთვის, რომ ადამიანებს რაც საჭიროება აქვთ, კვალიფიციური რჩევები მიიღონ. ამიტომ სოფლებში ადამიანებისთვის, რომელსაც შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული საჭიროება სამედიცინო სერვისებისა, კვალიფიციური სამედიცინო სერვისის მომსახურების რჩევის მიღების, თითოეული მათგანისთვის იქნება უზრუნველყოფილი ამგვარი შესაძლებლობით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში ეწყობა ეს უფასო გასინჯვის აქცია. ფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვა იყოს რაც შეიძლება მაღალ დონეზე. ადგილზე უტარებთ უფასო სკრინინგ აქციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი რეგიონის მოსახლეობისთვის. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ვერ ახერხებს გადაადგილებას, ვერ ახერხებს ჩასვლას რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ადგილზე ხდება გამოვლენა ნებისმიერი დაავადების და მე შემდგომი გაზამისამართება იქნება თუ მკურნალობა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დღეს დაავადებების პირველად პრევენციას და განსაკუთრებით ეს ეხება ნევროლოგიურ, კარდიოლოგიურ და სხვა, ასე ვთქვათ, დაავადებების. რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ დღეს შესთავაზა სოფლის მოსახლეობას ხელმისაწვდომი ყოფილიყო განსაკუთრებით ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, მამოლოგიური, ქირურგიული და სხვა სერვისები. მოვემსახურეთ დღეს დაახლოებით 50 პაციენტს, ხელმისაწვდომია ამ პაციენტებისთვის, ასე ვთქვათ, სამედიცინო მომსახურება და მე ვფიქრობ, რომ კიდევ გაგრძელდება სამომავლოდ ესეთი ღონისძიებები.